ძალიან კარგია რო აკვდებით. თქვენ თუ დაკვიდათ ბიძინა ივანიშვილი, ქონებს დაბრუნება. მე ბიძინა ივანიშვილის სახში, ბევრი სახლები აქვს მოიტანეთ, რომელიც გინდა. ბიძინა ივანიშვილმა წამართ. იქ მოითხოვე სამართლიანობა წამკენა. მიშა სააკაშვილმა წამართ. მიშა სააკაშვილმა წამართ. ალბათ თქვენ მოუსამართლობა მიშა სააკაშვილმა. ხო და აქ შესვლის არ ნამდვილად არ გაგატარებ აქ შიგნით. ნახოთ ვინვის გააკეთოთ. შეხარ სუსის გამოგზავნილი რა. სუსის გამოგზავნილი. სუსის გამოგზავნილი. შეგინდა გადაფარო. ციხეში აკვდები სააკაშვილის მონახა. შენ მიხედე შეხარ მონა. სუსის დავირბუკებული. შენ ქონება რატო დავიხადებს მითხარი? აი ამის მონახა რა. აი ამის მონახა რა. აი ამის მონახა. კარგედი იქნება, არა, მათხოვრად მოკვდები, მათხოვრა. აი ამის ქართული ფულის მონახა. რუსული ფულის მონახა. რას მეტყვი მითხარი, რას მეტყვი? გამოვიდეთ. აქ რაღაც სირკებს გამოვიდეთ, ხელს ნომერს. რა პროვოკაციაზე ხარ ქალბატონო? ქალბატონო პროვოკაციაზე ხარ? პროვოკაციაზე ხარ ქალბატონო? მე ვიქნები აქ მანამ, სანამ არ მოვა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი, სანამ არ მოვა ამერიკის ელჩი, სანამ არ მოვლენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მანამ სანამ ისინი არ იტყვიან იმას, რომ მე რა სტატუსი მაქვს მონიჭებული, ვარ თუ არა დაზარალებული, მე მინდათ გითხრათ მარტივად. იმის მაგერად რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეს საქმე გამოეძიებინა და დაესრულებინა, დღევანდელმა ხელისუფლებამ დააყადაღა მთელი ჩემი ქონება. ნამდვილად მე და ჩემს ოჯახს არ გვიშრომია იმისთვის, რომ ჩვენ დაყადაღებულ სახში ვიცხოვროთ და ჩვენი ქონება იყოს დაყადაღებული. ამიტომ მე ვიქნები მანამ აქ, ვიდრე არ მოხდება ჩემი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. ჩვენ აგერ ვართ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, მისი მეგობრები და რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ უკანონოდ მოახდინოს აქ შესვლა. ეს არის მთავრობის მიერ მოგონილი და დადგმული მასკარადი. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ბურჯანაძის პარტიას და ინაშვილის პარტიას ეს არის ივანიშვილის დაქირავებული პოლიტიკური ძალა ორივე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები აქ ბიძინა ივანიშვილმა გამოუშვა, რადგან ის ვერ აგვარებს ერთ-ერთ პრობლემას, რომელიც საქართველოში უნდა რომ მუდმივად ყურადღება გადატანილი იყოს სანახაობაზე. ის მგონი საუბრობს, რომ მას დაპირდნენ სამართლებების აღდგენას და ეს არ მოხდა. ეს დაპირებები გასცა ივანიშვილმა. ივანიშვილს აქვს ძალიან ბევრი სახლი საქართველოს ბევრ რეგიონში, რაიონში, ამიტომ მე ვურჩევ, რომ თუ მას ვინმე რამე დაპირება არ შეუსრულოს, ესენი ბიძინა ივანიშვილი წავიდეს და მის ერთ-ერთ სახლში შეიჭრას. ეს ადამიანი რომ ამ ხელისუფლების გამოგზავნილია და ეს ხელისუფლება პატრონობს, ხადი იქიდანაც ხდება, რომ ჩვენ პირადად ველაპარაკეთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს თალაკვაძეს, წერილითაც მემართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ როგორც ხედავთ, ერთი პოლიციელი არ გამოცხადებულა აქ.